როდესაც საქმე ეხება კონკრეტულ სერვისებს, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ასტროლოგს შეუძლია რამდენიმე სხვადასხვა მეთოდების გამოყენება, მეთოდის. და ყველა ეს მეთოდი არის კონკრეტულად რაღაც იერარქიულ საფეხურზე, ღირს რა თქმა უნდა სხვადასხვა, ანუ თანხაც განსხვავებული არის და როდესაც თქვენ მიმართავთ ასტროლოგს და არც ადასტურებთ, ანუ არ იცით კონკრეტულად რა მეთოდით მოქმედებს ეს ასტროლოგი, თქვენ რა თქმა უნდა არც გესგეცოდინებათ რამდენად ზუსტი არის ეს კონკრეტული, ესე ვთქვათ, ინფორმაცია, რასაც ასტროლოგი მოგაწვით. ანუ ბევრი, რა თქმა უნდა, ბევრმა არ იცის, ვინც ესე ასტროლოგს მიმართავს კონკრეტულად რა მეთოდები არის და როგორ უკეთდება ეს ყველაფერი, თუმცა რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება თუ ადამიანი გარკვეული იქნება კონკრეტულ მეთოდებში და აუხსნის, ესე ვთქვათ, ასტროლოგი თუ კონკრეტულად რა მეთოდს მიმართავს. იმიტომ რომ ექიმთანაც იგივენაირად არის, როდესაც ბრმად ნიშნავენ წამალს, ჩვენ არ შეგვიძლია და ვერ ვენდობით ესეთ რამეს ხო და ჩვენ აუცილებლად ამ ვკითხავთ ექიმს, რომ რა არის დიაგნოზი, რატომ გამოიწერა ეს კონკრეტული წამალი, რა გავლენა აქვს, რა უკუჩვენებები აქვს, ჩვენ ამ ყველაფერს ვადასტურებთ ექიმთან. იგივენაირად ნებისმიერ არაფერს არ ვიღებთ ესე ბრმად და შესაბამისად ასტროლოგიაც იგივე არის, როდესაც თქვენ მიმართავთ ასტროლოგს, თქვენ უნდა იცოდეთ კონკრეტულად როგორ მოქმედებს კონკრეტული მეთოდი, რომელი მეთოდი არის, რას ეფუძნება და ასე შემდეგ. ეს არ არის ასტროლოგიის სწავლა, ეს არის ელემენტარული ორი წინადადებით ახსნა კონკრეტულ სიტუაციის. მაგალითად, კონკრეტულად თუ ჩვენ ავიღებთ მაგალითად სახლის ყიდვის თემას. შანსი მაქვს თუ არა ვიყიდო სახლი მაგალითად აი უახლოეს, ანუ მინდა სახლის ყიდვა და მაინტერესებს პროგნოზი როგორი არის, როდის შემეძლება სახლის ყიდვა. ესეთ დროს არის რამდენიმე მეთოდი, ხო? ანუ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ჰორარული რუკა გავხსნათ და ვნახოთ 15 წუთის განმავლობაში პასუხი უკვე იქნება, როდის იქნება შესაძლებელი ყიდვა და იქნება თუ არა შესაძლებელი, სასურველი არის თუ არა ყიდვა, რა სახის საფრთხეები იქნება. ანუ ჰორარულ რუკაში ეს ყველაფერი გამოჩნდება. იგივენაირად შეიძლება გაკეთდეს ტრანზიტული რუკა აიგოს და უახლოეს მომენტებში ვნახოთ კონკრეტულად რა ტენდენციები არის. შეგვიძლია გავაკეთოთ ერთწლიანი პროგრესია და ვნახოთ პროგნოზში ამ პერიოდში არის თუ არა კარგი სახლის ყიდვა. ანუ უამრავი პარალელური მეთოდები არის და ეს მეთოდები, რა თქმა უნდა, იერარქიულად განსხვავებულები არიან. დიდი ალბათობით დაემთხვევა, მაგრამ რაღაცები ყველა არ დაემთხვევა, რომელიღაც ესე ვთქვათ, მეთოდი იძლევა უფრო მეტ ინფორმაციას, უფრო ზუსტ ინფორმაციას. შესაბამისად, ადამიანმა უნდა იცოდეს კონკრეტულად რას ეფუძნება მისი ესე ვთქვათ პროგნოზი. იმიტომ რომ როდესაც მე ვკითხულობ და მე მიკეთებენ ამ ყველაფერს ჰორარული ასტროლოგიით, მე მესმის რომ ჰორარული ასტროლოგია ზუსტია და ვიცით რომ ზუსტი არის, მაგრამ ეს ყველაფერი არ ეფუძნება კონკრეტულ ჩემი დაბადების მონაცემებს. ეს არის უბრალოდ კითხვის რუკა, პროგნოზი ჩემი დაბადების დროზე დაყრდნობილი პროგრესია, ესე ვთქვათ, თუ ტრანზიტები იყოს, უფრო ზუსტი მეტი შანსი არის, ხო?